მე რომ ნიჭიერში გადავწყვეტე მონაწილეობის მიღება, ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ ახალგორელებისთვის და სრულიად საქართველოსთვის მიმეწყმა გულით ნამღერი სიმღერა. ამ სიმღერამ ნახევარფინალში გადამიყვანა და ძალიან ბედნიერი ვარ. დევნილთა დასახლებაში მე ვხედავ ადამიანების ბედნიერ თვალებს. ვეცდები რომ შემდეგ ეტაპზე მთლიანად წარმოვაჩინო ჩემი თავი და მათი იმედები გავამართლო. როდესაც ნიჭიერში მოვედი, მე ახლა მქონდა ოჯახი შექმნილი. ერთ თვეში მოევლინება ჩემი პატარა ამ ქვეყნიერებას. ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს, რომ ნახევარფინალისთვის ჩემი თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინო. იმედი მაქვს, რომ ჩემი პატარა ჩემი თიამაყებს. მაშასე მომღერალი ხატია ზარყარაშვილი. გავიდა ეს გაზაფხული მერტი სიტყვაც არ მახსოვს შენი მე სიყვარულით ვარ დასაბრული კიდეც რომ ვსურდე ვეღარ მიშველი მე შენ მიყვარხარ და საქართველო უთქვენო და ვარამ გამახარო ხო შენი კალთა როდის იქნება ნიჭიერი, როდის მოვლინება ქვეყანას? ერთ თვეში. ერთ თვეში გადაგახტება ხატია. მე დარწმუნებული ვარ ძალიან მალე ერთად დაბრუნდებით ახალგორში და მოდი ჟიურის თხოვოთ რომ შეაფასოს ეს არაჩვეულებრივი მომღერალი. ვანო გისმენთ? არაჩვეულებრივი გოგო ხარ, ძალიან თავისუფლად იდექი სცენაზე, მიუხედავად იმისა რომ ორსულად ხარ. და რა ვიცი, ჩემი ნება რო იყოს ორივეს გადაგიყვანდით. ძალიან კარგი, სოფო როგორ შეაფასებ ხატიას? იცით რა, მე ვარ უბრალოდ გაკვირვებული და გაუგნებული 8 თვის ფეხმძიმე გოგო, როგორ იღებს ესეთ მაღალ ნოტებს. ალბათ, იქ ხო სულ თქვა და მუცელი არის ჩართული და არ ვიცი, ეს მე არ გამომიცდია, მაგრამ ალბათ ძალიან რთულია. მაგრამ მან ეს ხუთიანზე შეასრულა მართლა. ძალიან ემოციური ხარ, ლამაზი ტემბრი გაქვს, ძალიან ეფექტური ხარ თვითონ სცენაზე და უბრალოდ ძალიან მომწონ ხარ, მართლა ძალიან კაი გოგო ხარ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, სოფოს დეგა გისმენ. იცი რა არის, ხატია ნამდვილად მე მგონი ჩემი აზრით წლევანდელ ნიჭიერში არის მეგონი ყველაზე ლამაზი და არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელიც ჩვენთან არის. რომელიც არაჩვეულებრივ ყოველ ჯერზე არაჩვეულებრივ ემოციას და დიდ სითბოს გჩუქნის, ისთვისაც მე ვარ ყველა დაგაფასებს და მე იმედი მაქვს რომ
ჩართავენ თავის მობილურებზე, ყველა არ გაცდებიან. მაინტერესებს როგორ მოხდება ეს, რომ ფინალში თუ გადავიდა, ისევ რამდენი ხანი გამოდის, უკვე ბავშვთან ერთად მოვა თუ ისევ მეცხრე თვეში იქნება. ერთად